არასათანადო მოპყრობა, ძალადობა, უფლებების შეზღუდვა საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ. ამის შესახებ საუბარია ვრცელ ანგარიშში, რომელიც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ კომიტეტის დელეგაციამ გამოკითხა ბევრი ადამიანი, რომლებიც 2024 წლის 29 ნოემბერს დააკავეს თბილისში დემონსტრაციების დროს. მათგან იყო ბრალდებები არასათანადო მოპყრობის შესახებ, დაკავებულები მიუთითებდნენ პოლიციელების ქცევის მოდელზე, როცა ნიღბიანი პირები, რომელთა შორის სავარაუდოდ სპეცრაზმელები იყვნენ, განურჩევლად ურტყამდნენ მოქალაქეებს მთელ სხეულზე, თავსა და სახეში, ასევე აგინებდნენ მათ და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. ზოგ შემთხვევაში ანგარიშის თანახმად დაკავებულებს სამართალდამცველები რამდენჯერმე სცემდნენ, მათ შორის მაშინაც, როცა მათ ხელბორკილები ედოთ. კომიტეტის დელეგაცია შეხვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს, რა დროსაც კოკა კაციტაძემ აღიარა, რომ მისმა სამსახურმა გამოძიების ფარგლებში ვერ შეძლო ვერცერთი პოლიციელის იდენტიფიცირება. წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაცია საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, დაკავებული პირების გარდა მათ შეხვედრები ჰქონდათ ასევე ოცნების ხელისუფლების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. სოფო ვარდიაშვილი გაეცლო დეტალურად ანგარიშს, ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. დიახ, ევროკავშირის წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში არის საკმაოდ მწვავე შინაარსის და ის ყველაფერი, რაზეც თქვენ ილაპარაკეთ, აღწერილია ამ ანგარიშში ძალიან დეტალურად და ის, რომ ძალიან ბევრი იყო ასეთი ბრალდებები, არის გამოხატული ამ ანგარიშში ერთი ფრაზით, რომ წამების პრევენციის კომიტეტი წაილეკა ბრალდებებით არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ და მათ გამოკითხეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებზე. ეს ადამიანები წამების პრევენციის კომიტეტი საქართველოში გარკვეული პერიოდულობით მუდმივად ჩამოდის და სწორედ ასეთი ერთ-ერთი გეგმიური ვიზიტი იყო ამ დროს, რასაც დაემთხვა ეს საპროტესტო გამოსვლები და არასათანადო მოპყრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ და სწორედ ამ დროს გამოკითხეს კომიტეტის მისიის წარმომადგენლებმა ეს ადამიანები. ახლა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს ანგარიში ცალსახად მიუთითებს, რომ ეს წამება და არასათანადო მოპყრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო სისტემური. ამას მათთვის ადასტურებს ის, რომ ანგარიში არის ნათქვამი, რომ ძალიან ბევრი გამოკითხული ადამიანიდან, რომელიც ელაპარაკდნენ წამების პრევენციის კომისიის მისიის წარმომადგენლებს, ერთი და იმავე რამეზე იყო ლაპარაკი, იმგვარად, რომ მათ ერთმანეთთან მანამდე რამე კომუნიკაცია და კავშირი არ ქონიათ და მათ მიერ წაყენებული ბრალდებები ამ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების წინააღმდეგ ერთმანეთს ემთხვეოდა. გარდა ამისა, ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათაც შეისწავლეს წამების პრევენციის კომიტეტის მსგავსად ეს დოკუმენტაცია ამ დემონსტრაციების შემდეგ და მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციაც ზუსტად ასახავდა და ემთხვეოდა იმ კრიტიკას, რაზეც არის ლაპარაკი ამ ანგარიშში. ამ ანგარიში ნათქვამი არის ისიც, რომ ეს წამება და არასათანადო მოპყრობა ამ დემონსტრანტების წყდებოდა მას შემდეგ, რაც მათ გადასცემდნენ ხოლმე ეს ადამიანები მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე საპატრულო პოლიციის თუ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე სხვა პრობლემები იწყებოდა, მათგან ითხოვდნენ აღიარებას ან ინფორმაციის მიწოდებას იმგვარად, რომ ამ დაკავებულ ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ დახმარება საკუთარი ადვოკატების მხრიდან. მოკლედ ეს იყო სისტემური, ეს დასკვნა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების არის ერთი, რომ ეს იყო სისტემური და ასახავს ეს ანგარიში იმ მოდელებს და ქცევებს, რაც ამ დემონსტრაციებზე გამოიხატა სამართალდამცველი უწყებების მხრიდან, რომელთაც ხშირად მაიდენტიფიცირებელი ნიშნები საერთოდ არ ჰქონიათ. ისე რომ მათ ამ ნანახპირებს ერთმანეთთან არ ქონიათ კავშირი, ისინი აღწერდნენ მსგავს ფაქტებს, თუ როგორ ეპყრობოდნენ მათ პოლიციის ფორმაში ან შავტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები. ეს არის დასტური იმის, რომ ეს ყველაფერი იყო გარკვეულწილად შეთანხმებული, კოორდინირებული პროცესი ზოგადად, რაც მიმდინარეობდა ამ აქციების დროს და ადასტურებს იმას, რომ ეს იყო ბრძანების საფუძველზე გაკეთებული ეს ყველაფერი. სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს განყოფილებებში კამერების მოთავსება, განთავსება, იქნება ეს ადვოკატის თუ ოჯახის წევრების შეტყობინება თუ სხვა კომპონენტები, რომელიც უნდა იყოს წამების პრევენციის საფუძველი, მთლიანად მოშლილია. სიპიტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წამება საქართველოში იყო სისტემური და ფართოდ გავრცელებული. როდესაც ჩვენ უფლებადამცველებმა ჩავატარეთ ამ
შემთხვევების დოკუმენტაცია, როდესაც გამოვკითხეთ დაზარალებულების, ზუსტად ის ქცევის მოდელები მეორდებოდა და ზუსტად იმ ქცევის მოდელებზე ვსაუბრობდით ჩვენც, რაზეც სიკვდილის თავის ანგარიში აქვს საუბარი. ეს არის ადამიანების ჯგუფური ცემა სპეცრაზმის მიერ, დამცირება, არასათანადო მოპყრობა, მუქარა, მათ შორის გაუპატიურების მუქარა, შემდგომ მათი გადაყვანა პოლიციის განყოფილებებში, სადაც მათ შეზღუდული ჰქონდათ ადვოკატის სარგებლობის უფლება, არ იცოდნენ საკუთარი უფლებები ხშირად და შემდგომ მათი მოთავსება იზოლატორებში. ამ ბრალდებებზე, რაზეც მოამზადა ანგარიში, წამების პრევენციის კომიტეტმა არის ასევე ოფიციალური პასუხები, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასცეს. მას დღეს კომენტარი ამ ანგარიშის შესახებ ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გააკეთა და მან წარმოაჩინა ანგარიში იმგვარად, რომ თითქოს მას აქვს მხოლოდ პოზიტიური შინაარსი და ასახავს ქართული ოცნების მიერ გატარებულ რეფორმებს. კიდევ ერთხელ ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს პენტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები და მიღწევები. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტების შეფასებით საქართველოს პენტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტი დადასტურებულა. დასკვნაში ასევე ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული პენტენციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ყურადღება მახვილდება ლაითურის ახალციხეზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც პატიმრების, ასევე თანამშრომლობის ინტერესებს და ასევე აღნიშნული არის, რომ პენტენციური ჯანდაცვის მიმართულებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, განსაკუთრებით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა არის ყველა დაწესებულებაში სრულად წარმოდგენილი. გარკვეულ ციხეებში, სადაც წამების პრევენციის კომიტეტის მისიის წარმომადგენლები იყვნენ მისული, ისინი მართლაც ასახავენ, რომ იქ არის ზოგან კეთილგანწყობილი ვითარებაც კი, მაგრამ ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, მაგრამ მაგალითად არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ქსნის ციხეზე არის ლაპარაკი ამ ანგარიშში, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ კვლავ არის იქ გავლენა პატიმრების არაფორმალურ გავლენებზე და როდესაც იქ კომიტეტის წარმომადგენლები გადაადგილდებოდნენ, მათ გარკვეული პირები დაყვებოდნენ, ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ აქ პერსონალის ნაკლებობა არის, გამოც ძალიან ხშირია კონფლიქტები ციხის ბინადრებს შორის.